მოგესალმებით. წინა ლექციაზე ჩვენ ვისაუბრეთ ორ მნიშვნელოვან კონცეფციაზე. ეს გახლავთ შეზღუდვის კონცეფცია ეკოლოგიაში და მალიმიტირებელი ეკოლოგიური ფაქტორის კონცეფცია. ეს ორი საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია საერთოდ ზოგადად მაღალმთის მცენარეთა ეკოლოგიური ბუნების დასადგენად. დღევანდელი ჩვენი ლექციის თემა მოიცავს ორ საკითხს, ეს გახლავთ ალპური ფლორა, ძალიან მოკლედ შევეხებით მის წარმოშობასა და მრავალფეროვნებას და მეორე საკითხი მცენარის სასიცოცხლო ფორმა და ზრდის ფორმა. მაგრამ სანამ ჩვენ აი ამ უშუალოდ ამ ლექციის თემაზე გადავიდოდეთ, იქამდე უნდა კარგად გავერკვეთ ერთ საკითხში. ძალიან ხშირად ეშლებათ ერთმანეთში ფლორა და მცენარეულობა. ეს ორი ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებაა. ფლორა ნიშნავს კონკრეტული რეგიონის ტაქსონთა ნუსხას. ეს კონკრეტული რეგიონი შეიძლება იყოს მაგალითად ამაზონის აუზი, ან შუა ევროპის სტეპები, ან კავკასია. ხოლო ტაქსონებში გულისხმება სახეობა, გვარი, ოჯახი და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება ამის მაგალითი, აი მაგალითად შეიძლება ვთქვათ, რომ კავკასიაში გავრცელებულია 6350 სახეობის მცენარე. აქედან საქართველოში 4127 სახეობა. საუბარია ვასკულარულ ჯვრჯლოვან მცენარეებზე. კოლხეთში 2900 სახეობა. ვაშლოვანის ეროვნულ პარკში 500 სახეობამდე, ხოლო ყაზბეგის რეგიონში 1127 სახეობა. ეს ყველაფერი არის ფლორა, ვინაიდან ჩვენ საქმე გვაქვს ტაქსონთა რიცხვთან, რაოდენობასთან. მაგრამ როდესაც ვსაუბრობთ მცენარეულობაზე, ეს სრულიად სხვა არის და მცენარეულობა ნიშნავს კონკრეტულ ჰაბიტატებში გავრცელებული სახეობები, რომლებიც ქმნიან მცენარეულ თანასაზოგადოებას. ზოგიერთ თანასაზოგადოებაში შეიძლება იყოს 70 ან მეტი სახეობა, მაგრამ არის მიკრო-ნანოცენოზები, სადაც სულ 2-3 სახეობით შეიძლება იყოს ეს თანასაზოგადოება შემოფარგლული. მაღალმთის მცენარეები დედამიწაზე გლობალურადაა გავრცელებული. დამოკიდებულია რა სიმაღლეზე, ისინი შეიძლება ნებისმიერ განედზე შეგვხვდეს. აი, პირველად ეს კანონზომიერება შეამჩნია მთის შედარებითი ეკოლოგიის კონცეფციის ფუძემდებელმა ალექსანდრ ფონ ჰუმბოლდტმა და აღნიშნა ეს გარემოება, რომ მაღალმთის მცენარე ნებისმიერ განედზე შეიძლება შეგვხვდეს. მაღალმთა, როგორც მოგეხსენებათ, ეს არის აზონალური ბიომი. ზონალური ბიომებია მაგალითად ტუნდრა, ტაიგა, ზომიერი სარტყლის ცივზამთრიანი უდაბნოები, ტროპიკული სარტყლის ცხელი უდაბნოები. ხოლო რაც შეეხება მაღალმთას, აგრეთვე ჭაობებს, აგრეთვე ჭალის, ეგრეთ წოდებულ დერეფნის ტყეებს, ესენი არიან აზონალური ბიომები, ვინაიდან ნებისმიერ სხვა ბიომში შეიძლება იქნენ შეჭრილნი და იქ ფრაგმენტულად ან მეტნაკლებ ფართობზე გავრცელებული. ხო, უნდა ითქვას, რომ მთის მასივების აზევებამ ძალიან დააჩქარა მაღალმთის მცენარეთა ტაქსონების ევოლუცია. დედამიწის მაღალმთიანი რეგიონები იქცა ფლორის ძლიერ ფრაგმენტირებულ ერთგვარ თავშესაფრებად, ანუ რეფუგიუმებად. გარდა ამისა, მთები არის კონტინენტშორისი მიგრაციის დერეფნებიც. აი, ასე მაგალითად, ანდები, რომლებიც გაზდევენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკას
მთელ სიგრძეზე დაწყებული ალასკიდან დამთავრებული ცეცხლოვანი მიწით სამხრეთ ამერიკის სამხრეთში. ის ერთგვარი დერეფანია, რომლის საშუალებითაც მაღალმთის სცენარეს შეუძლია გადაადგილდეს. სწორედ აი ეს დერეფანმა გამოიწვია არქტიკული სახეობების შემოჭრა მთაში, ანდებში კერძოდ და მათი გავრცელება მთიან რეგიონებში. ეს განსაკუთრებით ითქმის ჩრდილოეთ ამერიკის ანდების ზედა უფრო ჩრდილოეთ ნაწილზე.